როგორც აღნიშნე, ტელევიზიით გასული, ასე ვთქვათ, კადრების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ დაზიანება იქნებოდა ძალიან, ასე ვთქვათ, ფართომასშტაბიანი. ამიტომ მეორე დილით საათი ხო დროს 9-დან 10 საათამდე დაახლოებით ამ პერიოდში გავედით რამოდენიმე თანამშრომელი. როგორც გავდიოდით ყოველდღე, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვაებიც მეხმარებოდნენ, ვინაიდან სავარაუდოდ დიდი ოდენობა იქნებოდა რა, ასე ვთქვათ. და დავიწყეთ ყველაფრის აღწერა, რაც იყო დაზიანებული. და ეს გრძელდებოდა შემდეგ დღეებშიც, ყოველდღიურად, ყოველ დილით გავდიოდით და აღწერდით, ასე ვთქვათ, რა წინაღამით დაზიანდა რა. ხო, და რა, ასე ვთქვათ, ჩამოთვალოთ, აი რა დაზიანებები იქნა აღმოჩენილი და სად? კონკრეტულ ადგილებს მეკითხებით? კონკრეტული ადგილები, შემიძლია დაგისახელოთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, შემდეგ პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სასტუმრო მარიოტის მიმდებარე და მოპირდაპირე მხარე, ასევე რუსთაველის თეატრის მოპირდაპირე მხარე და მიმდებარე ტერიტორიები, ოპერის მოპირდაპირე მხარე და ოპერის მიმდებარე ტერიტორიები. მოგახსენებთ დღეს ამ დარბაზში განსახილველ სიხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მოქმედი საგამოძიებო მოქმედებები, როგორც არის მათ შორის ვიდეოს დათვალიერება, ექსპერტიზის დანიშვნა, დაკავება, პირადი ჩხრეკა და ასე შემდეგ. ვიდეო ფაილში ჩანს რუსთაველის გამზირი, კერძოდ ცისფერი გალერეის და მერიოტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ჩანს ბრალდებული მიმინოშვილი, რომელიც ახორციელებს მოქმედებას. დათვალიერების ოქროში მითითებული გაქვთ, რომ ირაკლი მიმინოშვილი ისროდა ქვას. დიახ. საიდან დაადგინეთ, რომ ეს იყო ქვა? ვიდეოს დათვალიერებიდან. ანუ თქვენ რა იცით, რომ იყო ქვა, თქვენ ნახეთ? თვალსაჩინოდ ჩანს ძალიან ესეთი მკაფიო კადრი იყო, ახლო კადრი, საიდანაც ქვას გავდა. არა ქვა იყო. დაზუსტებთ, როგორ შეგეძლოთ, რომ იყო ქვა, ანუ მაგის თქმა მინდა, რომ ობიექტური პირისთვის. თქვენ ობიექტური პირი გონიათ, ანუ საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე, ობიექტურად შეფასების უფლება გააქვთ? მოწმე ვარ და მე ობიექტურად და ყოველთვის ვაწარმოებ, ნახეთ, ობიექტური პირი ვარ, ვინაიდან მე გამოძიებას ვაწარმოებ ობიექტურად.